რა პროპაგანდასაც ჩვენ ვაწყდებით ყოველდღიურად. ეს არის აი ნეიტრალიტეტის იდეა. ნეიტრალიტეტი საქართველოს უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო, აი შვეიცარია, სავით და ასე შემდეგ. აი ხო ხდებით, ანუ ალბათ თქვენს მოგისმენიათ ეს ხშირად. ხოცით თქვათ განსაკუთრებით მოისმენდით ამას და რას ნიშნავს ეს ნეიტრალიტეტი? ანუ მე მახსოვს ქართულ ოცნებამდე ალტინფოს ბიჭებმა, ისინი რო არიან რუსეთუმე ბიჭები, თავიანთ ეთერებში დაიწყეს ეგეთი რაღაც, რომ აი მე ვარ ქართველი, არავით არის მასშასადამი. ეს თავისთავად ნიშნავს ერთგვარ თითქოს ნეიტრალიტეტს, ანუ მე არც ევროპა არ მინდა, არც ამერიკა არ მინდა, მაგრამ არც რუსეთი არ მინდა თითქოს რა. ხო, ამას ნიშნავს მე ვარ ქართველი, არავით არის მასშასადამი. ნეიტრალიტეტის ესე თქვა და ფსევდო ის არის რა, ეს ტერმინი არის უბრალოდ მაგას მიანიშნებს რა. და რამდენიმე დღის შემდეგ, აი ყურეთ, მე ვარ ქართველი და არავით არის მასშასადამი, აი ეს ვინც თქვა, ის ბიჭები რამდენიმე თვის მერე კრემლის წინ იდგნენ და იქიდან გველაპარაკებოდნენ. ანუ გესმის, ანუ ეს არის წმინდად რუსული პროპაგანდის ნაყოფი, ანუ მე ვარ ქართველი, არავით არის მასშასადამი, ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ შენ ხარ რუსეთის ვასალი და ცდილობ რუსეთთან დაახლოებას. ანუ ეს უნდა გაიგო, ანუ არანაირი ნეიტრალიტეტი საქართველოში ამ პირობებში არ გამოვა. ჩვენ ისეთ გეოგრაფიულ არეალში ვცხოვრობ, სადაც ძალიან დიდი დამპყრობელი გვყავს მეზობლად და შეუძლებელია მანდ ვისაუბროთ ნეიტრალიტეტზე. ჩვენ პირიქით უნდა ვეძებოთ ისეთი მეგობრები, რომლებიც დაგვიცავენ, სადაც უსაფრთხოება არის, სადაც ეკონომიკური გარანტიები არსებობს. ანუ ესეთ ადამიანებს უნდა დაუახლოვდეთ, თუ გვინდა რომ გადავრჩეთ და რუსეთის რაღაც ვასალები არ ვიყოთ, როგორც აი კადიროვის ჩეჩნეთია ისე. ეს პროპაგანდა ცდილობს, რომ თქვენ დაგანახოთ, რომ თითქოს ეს ნეიტრალიტეტი არის იდეალური გამოსავალი საქართველოსთვის, ხო? არავითარ შემთხვევაში ნეიტრალიტეტი ამ შემთხვევაში ნიშნავს ჩვენს დაახლოებას რუსეთთან. ეს ძალიან კარგად იციან ცოტა ტვინი, ვისაც აქვს იმ ადამიანებად. უბრალოდ თქვენ გაბოლებენ და გატყვევენ და გეუბნებიან, რომ აი ევროპა, ამერიკა ეს მტრის ხატი ისე მუშაობს თქვენზე, რომ აუცილებლად უნდა დავშორდეთ მათ, რაც ავტომატურად ნიშნავს რუსეთთან დაახლოებას.